გავსწორდით. ძალიან მიხარია, რომ დეწვის ხიძე გავდივარ ჩემი ცხოვრების. ეს სახიფათო ადგილას რამდენიმე სანტიმეტრი მაკლია, რომ რაღაცა ჩაიჩეხო. საოცრება არ შეეხება 2 სანტიმეტრი. შეხო ყვავილებში ხარ, მთავარია. მეტი რა. მე ესე ყვავილებით მოფენილ გზაზე უნდა გატარო. ოკეი. კაი. გორია მე არ ვიჩვენე. კაი. როგორ ახართ? კარგად. შენ როგორ ხარ? მეც კარგად. აი მე სტუმრე. დიახ. შენთან რო იყავს სულ მასპინძლობა სამტრედია, იქ თბილისი, იქ აგერ აი ჩემთანაც მოგიწია ჩამობრძანება. როგორია? ძალიან კაი. კარგად მიმგზავრე, ჩამოვედი, ცოტა თვითფრინავში შევწუხდი. გვერდი მეც მოყევირის გამო. გვერდი ძალიან ტემპერამენტიანი წყვილი მეჯდა და რაღაცა ევიძინებდი და რაღაცა ეს ხმები მაგვიწევდა, მაგრამ ყოჩაღი გოგო ვარ და რაღაცა 3 საათი ძალიან კარგად გადავაგორე. მე და დრამინა. ეს შენ და წყვილები ძალიან მომწონს, როქე წინა იყო გოჩა და ნიცა. ეხლა ეს ტემპერამენტი ხურ მოვიკითხოთ ეს წყვილი. არა, უცხოელები იყო და ისედაც ქართველები. ის ქართველები არიან. ინენა დავიწყოთ გადათარგმნა ვიდეოები. აი, შენ ხო გითხრეს, ვიღაცამ ხო გითხრა რომ რაღაცა დაადეთო სუბტიტრებიო. ძალიან ბევრმა მითხრა აქვს ხოთა შორის, რომ გვინდა შენი მოსმენაო, რა სიბრძნებს, გავადებს შენი პირიო, რომ ის კი არ აქვს მაიმუნა. რამე ისეთ რაღაცას. სერიოზული ადამიანი ვგონი ვარ მე აქ ხალხს და მეთქი არავის ვერ გამოვაჯერჯერობით თქვა. ოკეი, კაი. დავიწყოთ დღევანდელი თემა. ძალიან კაი გარემო გვაქვს ხოთა შორის და ძალიან მიხარია, რომ პირველ რიგში აქ ვარ და რაღაცა ამ მნიშვნელოვან საკითხზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ დაკარგია რომ მანქანა ახლა დაიკარგა. ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია შენს ცხოვრებაში და მაგიტომ გადავწყვიტეთ დღეს სამსახურზე გვესაუბრა, თან ახალ სამსახურზე, თან კოდი შეყვანეთ შეიძლება. ისეთ სამსახურზე, რომ თან უცხოეთში არის, თან რიმოუთად არის და ბევრი სიახლეები იქნება ჩემი აზრით ჩვენი მაყურებლისთვის და მაგით გავეშვათ მოკლედ თუ წინააღმდეგი არ იქნება. არა, რა ვიქნებით, რა მომასვენე, ვინ მომასვენებს წინააღმდეგი რომ იყო. ხო, თან ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ნატა ცოცხალი თავით არ გვიყვება მეგობრებს მისი სამსახურის შესახებ, იმიტომ რომ უკვე იმდენად გადაერთო ამ ინფლუენსერობას, რომ ესე გვეუბნება, რომ ამასთანავე ბოდიში ერთ ჩართოს გავაკეთებ, ეხლა საკმაოდ აქტიურ ქუჩაზე ვარ და ხალხი გვიყვებს გიჟებივით, ველოსიპედისტები არ ჩანს თუ არა, საბოლოოდ ჩანს კადრში, მაგრამ ყველა გამლელი რაღაც შეურაცხადი ვგონი ვარ თავ ხალხს. თან მე ძალიან მწვენია, როდესაც ესე ვიდეოს ჩაწერის დროს ვიღაცები გვიყურებენ, გუშინ რაღაცა ერთ დუბლი ჩავწერეთ და ჩვენი მეგობრები გვიყურებდნენ და ძალიან დავიძაბე და ესე უცხოელებზე არა უშავს რამე შტერობას თუ ვიყო. ფორმაში ვერ იყო. მაგიტო ვერ იხილავთ მაგ ეპიზოდს. ვერ ასოდეს ცხოვრებაში. თუ ძალიან არ გაგვიჭირდა. გააჩნია გაჭირებას. დღეს თქვა არა ასეთს. კაი, ხო გახსოვს რომელი ის არა ვიდეო ამოვატივტივებ გაჭირვების დროს. აბა, იმედი მაქვს მოგეწონათ ეგ ვიდეო. წინა ვიდეო იყო დაწუნებული დუბლი ჩემი ხარისხის გამო. ეს თუ შენ გამო რომ ვიწუნებთ თუ ხვდები ნინი. ასია ზოგადად ესეთი ხარ ხომ ხული ადამიანი ვარ, ყოველთვის არ ვარ ხასიათზე რაღაცა საზოგადოებას. აი ხალხო ხედავთ რა მიწევს რომ ამ ადამიანს მოვერგო, აგერ ყველანაირად არ ვიცი. კაი, სანამ გავილანძღები უარესო და სანამ აქ რაღაცა ის ხრამში ჩავარდები, შეგვიძლია რა დავიწყოთ შენ სამსახურზე, იმიტომ რომ მართლა ძალიან მაინტერესებს დეტალები და პირველი კითხვა შესავლით რომ დავიწყოთ, სად მოძებნე მოკლედ ეს სამსახური და მოკლე ისტორია რა გაგვიკეთო, რანაირად და როგორ მოხვდი თავის აპლიკაციას. ძალიან მარტივად LinkedIn-ზე, ანუ ზოგადად ამ ორგანიზაციის შესახებ რაც კონკრეტულად ჩამოვედი საცხოვრებლად ვიცოდი და ძალიან მინდოდა მათთან, ანუ პირველივე დღიდან მინდოდა რომ მათთან მუშაობა დამეწყო. აი მართლა პირველივე დღიდან ჩემთვის იყო რაღაცა ერთადერთი წარმომადგენლობა არის ევროკავშირის უნგრეთში. ვაუ. და ანუ მათთან ძალიან დიდი ხანი მინდოდა მუშაობა, მაგრამ ტექნიკური მიზეზების გამო არ გამოდიოდა, იმიტომ რომ ანუ მქონდა აქ ჩვეულებრივი სამუშაო ვიზა, სამსახურზე მიღებული სამუშაო ვიზა და ძალიან ანუ ამდენი წლის განმავლობაში პირდაპირ ვიბლოკებოდი ერთ-ერთი მიზეზი, ახლა მე არ ვიძახი რომ ეს იყო ერთადერთი, თუმცა ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო, იმიტომ რომ ძალიან იშვიათად და თითქმის სრულ განაკვეთზე არც აფინანსებდნენ ვიზას და
იმიტომ რომ რაღაცა ეს ვიზის დაფინანსება ძალიან საკმაოდ ესეთი გრძელვადიანი პროცესი არის და ამიტომაც არ უგეძათ რა აქაური და თან უნდა გაამართლო ანუ რატო აქ ყავს იმიტომ რომ ეს საბუთები შეგაქვს. ამიტომ ყურადღებით ვიყავი ყოველთვის ამ ორგანიზაციაზე. მე სამსახურს სადაც წინაზე ვმუშაობდი, მათთან მომიწია, აი ამ ორგანიზაციის რაღაცა ნაწილთან პროექტზე მუშაობა, ხო. ძალიან დიდ პროექტზე, ძალიან საინტერესო პროექტზე მუშაობდი. ტექნოლოგიების სფეროში იყო ეს პროექტი და მოკლედ ანუ მათთან მომიწია მუშაობა და უფრო რაღაცა მომეწონა და უფრო მოვიხიბლე ყველაფრით. ეს kind of dream job იყო ალბათ, როდესაც შემოხვედი უნგრეთში? კი, ანუ dream job-ი არა, dream place-ი იყო რა. dream place-ი იყო, სადაც მინდოდა, ანუ მაგის მხრივ იყო ეგ. და ვიპოვე LinkedIn. ანუ ამიტომ ყურადღებით ვიყავი ყოველთვის რაღაცა ვადევნებდი თვალს. და მე თან რაღაცა ეს ისიც ძალიან ისეთი ფუში იყო რა, რომ გამეგზავნა ამ ადგილას. და ხო LinkedIn-ზე ყოველთვის ყურადღებით ვიყავი, რაღაცა დიდი ორგანიზაცია და პატარ-პატარა ორგანიზაციები აქვს, კომპანიები ვის თავისი და ყველგან ყველას ვუყურებდი, რომ რა ხდებოდა. თან შენი ძლიერი მხარე მეგობრებო, როგორც ვიცი, სერჩინგი არა, კი, ხო. დატესტო რაღაცეები. ხო, ანუ ცუდი უნარები არ მაქვს მაგაში, ესე რომ ვთქვათ და ხო, ძალიან ხშირად ახლა LinkedIn-ზე alert შეგიძლია დააყენო, მაგრამ მე არ მომწონს ეგ ფუნქცია, უბრალოდ მე თვითონ ვიცი რა, რომ შენთვის სასურველი სამსახური რა. ხო, ანუ შეგიძლია მიუწვით თითო პოზიცია კომპანია და გიგზავნის მერე შეტყობინებებს. მაგრამ მე ანუ მეილზე რაც მქონდა დაყენებული, ანუ რაღაცას როცა ვეძებდი, მსგავსებს მიგზავნი და სულ მეილ და ვამოწმებდი ამ შეტყობინებებს რა. და ყველას ვინც ზებნის პროცესშია, შევ თალსახადო გააკეთოს. რანაირი ძრავია ამ მანქანას ყველას გააგებინა. რაღაცა პრობლემა არის. ხო, და ანუ ჩამოიარა. კაც. რატო? გადავაბათ ეს რავი. იმერე გავაყოლეთ. ხო, და კოდი მითხარი არის. გამოწვევებით სავსე დილა. ხო, მოსდებ თელსამყაროს ის რა ქვია, რა კოდი მაქვს. ტელეფონზე. ოკეი, გაი. ერთი, ორი. ხო, და ანუ ეს LinkedIn-ის alert-ის ფუნქციაც კარგია, მე ეგ არ მაქვს დაყენებული, მაგრამ ვისაც აინტერესებს ურჩევ და ანუ სხვათა შორის მე მგონი თვითონვე მიგზავნდა, ანუ ხშირად რო ვეძებდი რაღაც მსგავს იმას, მე რაღაც მომენტში თვითონ მიგზავნდა მეილზე ამ შეტყობინებებს და ძალიან კომფორტული და კარგი იყო რა. იცი რა მეინტერესებს, რომ გავიგერო ევროკავშირი, გავიგერო რაღაცა სასურველი სამსახური, მაგრამ აი ორი რაღაცა რომ მითხრა, რომ აი რატო მაინდა-მაინც ეს სამსახური, რამ დაგაინტერესა ყველაზე მეტად. საერთაშორისო რა, ევროკავშირის დონეზე ყოფი კომპანია და ორგანიზაცია არის. და ღირებულებები, ჩემთვის ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია რა ღირებულებების მქონე კომპანიაში და ადგილას მუშაობ. ანუ ესე რა, აი მაგალითისთვის რომ მოვიყვანოთ, ვიღაცა ხო არ იმუშავებს და არც მე მაგალითად ისეთი კოსმეტიკური ბრენდის კომპანიაში, სადაც ცხოველებზე ტესტავს როგორი სწორი ღირებულებები გქონია. ხო, ანუ აი მასეთ კომპანიაში რო არ მუშავებ, მსგავსად რაღაც, ანუ სხვაგან არ მუშაობაზე არა, ეს არის ის სწორი ადგილი, სადაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა მუშაობა, ძალიან მომწონს. და მაგიტომაც, ანუ ეს პროექტები აქვთ ევროკავშირის ფარგლებში, ანუ არა მარტო ევროკავშირის ფარგლებში, უფრო დიდი პროექტებიც აქვთ და თან ანუ მთავარი მიმდინარეობა რაც აქვთ, ანუ ციფრული digital education-ზე არიან მორგებულები და ამ მიმართულებით ავითარებენ სხვადასხვა სამაგისტრო პროგრამასაც მათ შორის. რაც ჩემი პროფესია უშუალოდ რა, ანუ და სრულად remote არის, სრულად remote, ხო, ანუ უნგრული კომპანია აღარ არის, ეხლა უნგრელებთან დიდად გადაკვეთა აღარ მაქვს, მაგრამ Hungary based ვარ. მაგრამ სრულად 100% remote ოფისი მაქვს. აქ ანუ მაქვს დაშვა თუ მომინდა, ოღონდ კონტრაქტი მიწერია ის რომ აბსოლუტურად ჩემზე არის დამოკიდებული, თუ მომინდა შემიძლია რომ წავიდე ოფისში. თუ არა და ეგ ბედნიერად სახლში ზივარ და ვშავ. ძალიან მაგარია ხო, იმიტომ რომ დისტანციურ სამსახურზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ რა დადებით და უარყოფით მხარეები აქვს, ეგ ძალიან მაინტერესებს. მაგრამ მანამდე ერთ კითხვას აგისვამ, რომ აი ქართველი, მაგრამ არა მხოლოდ ქართველი, უცხოელი, როდესაც შალის უცხო ქვეყანაში, რამდენად რთულია სამსახურის მოძებნა, რა გამოწვევებთან ასოცირდება ძირითადად ძალიან. და всё. ეუხლი აქ დავამთავროთ ეს ვით. არა, საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ
მოდი დავიწყოთ ესეთი, ანუ რაღაც დონეები შევაფასოთ ევროკავშირში როგორ ხდება. მე სხვაგან არ ვიცი, მაგრამ ევროკავშირში ძირითადად როგორც ხდება, ხო? ანუ კონკურენცია თავიდან იწყება მოქალაქეები, იმ ქვეყნის მოქალაქეები, ხო, ვინც. მერე 27 ქვეყანა არის ევროკავშირში. ყველა ამ ქვეყნის მოქალაქეს აქვს იგივე უფლება, რომ იმუშაოს იმ ქვეყანაში, სადაც შენ გინდა, როგორც იმ ქვეყნის მოქალაქეს. ანუ 27 ქვეყნის მოქალაქე არის უკვე, რომელსაც უმარტივესად შეუძლია ამ ადგილას მუშაობის დაწყება და შენ მოდიხარ, ანუ ეგრეთ წოდებული third country nationals ვართ ჩვენ, ანუ ევროკავშირის გარეთ. ჩვენ არ გვაქვს არანაირი პრივილეგია, ხო, იმედია, მალე შეიცვლება ოდესმე, მალე. ჩვენ არ გვაქვს არანაირი პრივილეგია, რომ ესეთ ადგილას მარტივად დავიწყოთ სამსახური. გვჭირდება საბუთები, გრძელვადიანი პროცესი, საიმიგრაციოები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მით უმეტეს თუ ეს არის რაღაცა ნორმალურანაზღაურებადი საოფისე სამსახური, სადაც უკვე მოთხოვნები ბევრად უფრო მაღალია. რა შეიძლება უფრო მარტივად იშოვოთ რაღაცა პატარ-პატარა სამსახურებზე, მოკლევადიანებ ასეთ სამსახურებზე, როგორც ვიცი, უფრო მარტივია. უნგრეთში ვერ გეტყვი, იმიტომ რომ აქ მე მგონი ბევრი ქართველი არ არის. ეხლა დაიწყო უფრო. მაგრამ ხო, და ანუ კონკურენცია არის უზარმაზარი. და თანაც ანუ კომპანიას რო აყავხარ, აი მაგალითად ჩემ წინა სამსახურს, სადაც ესე რამდენჯერმე განვაახლე ეს სამუშაო ვიზა, ეგრე აქ ქვია ესეთი labor office, ანუ სამუშაო ოფისი, ქვეყნის მასშტაბით არის ეს და მათთან აგზავნიან რაღაცა დოკუმენტს, სადაც წერია გამართლება, ეგრეთ წოდებული justification ინგლისურად, რატომ ვარ მე შესაფერისი კადრი. და უნდა დაწერო, რატო ვერ აიყვანეს უნგრელი იმ პოზიციაზე, რადგან მე ამიყვანეს და უწევთ ამის გამართლება. ხო, და ეს არის რა, მე ამ დიდ ქვაბში ხარ მოხარშული რა. და ლოგიკურიცაა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ქვეყანა იდეაში ცელ ძალისხმევას დებს რაღაცა მისი ქვეყნის მოქალაქეებზე და რა თქმა უნდა ალბათობა იმისა, რომ პრიორიტეტი იყოს იმ ქვეყნის მოქალაქე დასაქმებისთვის და ლოგიკურია. კი, მეც მგონია რომ ლოგიკური არ ვთვლი რომ ეხლა უსამართლობა არის ნამდვილად. უბრალოდ ცოტა მეტი ბრძოლა გიწევს რაღაცებზე, ცოტა მეტად უნდა დაანახო რომ კარგი ტიპი ხარ. უნდა მეტად შეეცადო რომ გამოჩნდე. რაც მგონია რომ ქართველებს, ჩემ გარშემო ქართველებს არ ეშლება რა. ანუ ქართველები მეტნაკლებად რაღაც კაი ტიპები. ეს მიდგამოდგა ის რა, ქვი დაგყვება, ხო? ქართველებს. მარტო მიდგამოდგა არა, ჩემს გარშემოც აქ ქართველები კარგ სამსახურებში ვინც არიან და აი კარგ ადგილებზე მარტივად რომ რაღაც, მარტივად არა რომ ვითარდებიან და ესე, ანუ მგონია რომ დამშრომელები არიან რა და იმსახურებენ, ანუ ყველა იმსახურებს ამ განვითარებას, იმიტომ რომ ვერ ვშრომობთ ანუ. ანუ ყველა მოსაპარად არ ჩამოვდივართ ხო ევროპაში. მოსაპარადაც ვიღაცა იმიტომ ჩამოდის რომ უნდა ალბათ, რა ვიცი, ჭირდება, მოდი, უნდა არა, ჭირდება. და ხო, ძალიან დიდი შრომაა ამ ყველაფრის მიღმა. და ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. კაია, გავიგეთ რომ ამ კომპანიაში მუშაობა რაღაცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში გინდოდა და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა მაქვს, რომელიც ალბათ ბევრ მაძიებელს ესე დაიხმარება, რომ რა მოთხოვნები გქონდა, აი როგორ შეარჩიე, რატო შეარჩიე და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რომ პოზიცია ყოფილიყო ჩემს პროფესიასთან ახლოს, რაც არის განათლება, უმაღლესი განათლება განსაკუთრებით. და ხო, რაღაცა პრიორიტეტები ყოფილიყო ჩემთან ახლოს, ანუ მეც არ უნდა ყოფილიყავი აბსოლუტურად ამოვარდნილი კონტექსტიდან. ეხლა ჩემი გამოცდილება, განათლება უნდა შეესაბამებოდეს იმ პოზიციისას. თუმცა, ძალიან ისეთი ერთი უცნაური ამბავი იყო აქ. ამ პოზიციაზე როცა ვაგზავნდი, ძალიან არ მჯეროდა რომ ამიყვანდნენ, იმიტომ რომ მოთხოვნები ჰქონდათ საერთოდ სხვა რაც ჩემი, ანუ აღწერა job description-ი რაც არის, იყო ზუსტად ის, რასაც ვაკეთებდი და რაც შემეძლო რომ გამეკეთებინა, თუმცა მოთხოვნები იყო აბსოლუტურად განსხვავებული, რაღაცა განათლება უნდა და ტექნოლოგიებში. რაღაცა STEM-ი და ასე შემდეგ. ანუ აი ძალიან სხვაგან ვიყავი მე და რო ვაგზავნდი ძალიან არ მჯეროდა და ესე გავაგზავნე რა ყოველი. იმიტომ რომ თვითონ პოზიცია მომწონდა ძალიან. და ჩემი ქმარი იყო პირველი ადამიანი და თავარი ადამიანი ამ ბავშვს, რომელიც მეუბნებოდა რომ აი ნახავ რაღაცა, რომ აი ეგრე არ არის რა. დაგიკავშირდებიან და ნუ ესე იყო პირველი ინტერვიუ, მერე მეორე ინტერვიუ, მერე მესამე ინტერვიუ და ესე მაინც წავედი წინ. და ანუ რა ისე თქმა მინდა, რატომ მოვყევი ესე გრძლად ცოტა ეს. რომ არ შეგეშინეთ თუ მოგწონთ პოზიცია, თუნდა და მით უმეტეს თუ ანუ ყველა პუნქტს რო აკმაყოფილებდეთ, ეს ცალსახად არ არის საჭირო. აი ამ მოთხოვნებისას რა. გააგზავნოთ. აი მე ვარ ამ წუთას ძალიან კლასიკური და კარგი მაგალითი მაგის, რომ
მათ მოეწონათ ჩემი პროფილი და ჩემი გამოცდილება, იმიტომ რომ მათ უკეთ იციან რეალურად რა ჭირდებათ რა. ამიტომ ყოველთვის სადეთქაც, ანუ ეს რაღაცა, კი, ცოტა დიდი დრო არის, იმიტომ რომ იქ სამოტივაციოსაც წერს, CV უნდა განაახლო, არ არის ეს მარტივი პროცესი, მაგრამ ყოველთვის გააგზავნეთ თუ მოგწონთ პოზიცია. იმიტომ რომ ხო აი ეს რაღაცა და ჩემი აზრით, ჩემ თვალში იყო ძალიან დიდი აცდენა. რავი, ანუ არანაირი განათლება არ მაქვს ტექნიკურ საკითხებში, იმიტომ რომ ეს დიჯიტალ სფეროზე არის მთლიანი მორგებული მთელი ჩემი სამსახურის პროფილი, მაგრამ ხო მათთვის მნიშვნელოვანი იყო ჩემი გამოცდილება. ძალიან კარგი, მიხარია ძალიან. კაი, ეგ გავიგეთ სამსახური და კი კითხვა მაქვს შემდეგი, რომ აი პირველ დღეებში თან ახალია ცინცხალი, ძალიან მიყვარს ეგ სიტყვა, ცინცხალი ახალ პერიოდში ხარ და პირველ დღეებში აი რა იყო მოულოდნელი ან განსხვავებული ამ ახალ სამსახურში, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი და როგორც კი არა ვიცი, რომ წინა სამსახური უნგრეთში ქონდა და ასევე საქართველოშიც გიმუშავია კომპანიებში და აი ეგ მოინტერესებს რა იყო განსხვავებული და მოულოდნელი აგერ ამ სამსახურში. აგერ აქვე უნდა აღვნიშნო რომ ჯერ ერთი კვირა აქვს. და სანამ ეს ვიდეო გავარ უკვე გაუშვა სამსახური და გადავაგდებ ეხა ამას საიდანვე თუ სინათლეს რომ შემდეგი ვიდეო ვერ გავუშვით ცოტა ნის რაღაცა უბედური შემთხვევა შეემთხვა იმიტომ რომ და გაუშვა სამსახური ეხი წამოკრა ქვას ძალიან ცოტა მიკლი აქ გადავარდაზე ასე რომ სერტ არ ჭირდება რა ხედავთ მე არ ვეხები ანუ დისტანცია რა არის განსხვავებული იცი რა არის ეხა ვარ ძალიან როგორც აღნიშნე შენ და მე ანუ ონლაინ სამსახური არის და პირველ რიგში ეს არის ძალიან განსხვავებული აქამდე წინა სამსახური ჰიბრიდული მქონდა ანუ კვირაში რამდენიმე დღე მივდიოდი და ანუ 3 დღე იქ ვიყავი 2 დღე სახლში ვიყავი ამიტომ ეს მაინც ონლაინ მუშაობა უცხო არ არის მაგრამ სრულად ონლაინ მუშაობა ანუ არავის არ შევხვდრებო ფიზიკურად წარმოდგენა არ მაქვს ფიზიკურად ვინ როგორია გონი არ მუშაობს და გვატყო ხო ანუ ეს არის ძალიან უცნაური ანუ არასდროს საქართველოს ჩვეულებრივი სამსახური მქონდა სადაც ყოველდღე მივდიოდი ოფისში აქ ეს ჰიბრიდულია. პირველი წელი ხოთაშორის აქ რო დავიწყე სტაჟირებას ვაკეთებდი ამ სამსახურსაც მე ვიმუშავე. იქაც ონლაინ ვიყავი კოვიდის დროს რა. კოვიდი დამემთხვა და ძალიან უცნაური იყო და ხო, ნუ და დახრონებული მაშინ არ ვიყავი და ეხლა რავი, ეს არის ყველაზე განსხვავებული. ასევე საკმაოდ მე მგონი ცოტა გიჟი უფროსი მყავს. იმიტომ რომ პირველივე დღეს მომცა პირდაპირ დავალება რომ აი ეს გააკეთეო. რაღაცა რომ მე ძალიან გელოდებოდი შენ როდის მოხვიდოდიო. და თან ანუ აღარ შევალ დეტალებში ახლა რა დავალება მოხდა იმიტომ რომ საკონის დამარცხება ცოტა ისე ამბიციური და რაღაცა პარასკევს რომ ვაგზავნიდი ამ დავალების საბოლოო ნაწილებს ცოტა ისე ვიყავი აფორიაქებული რა რაც არ მჩვევია ხოლმე მაგრამ მაინც ახალი სამსახური ეს იყო ძალიან პირდაპირ მაჯახა რა აი ონბორდინგის პროცესი ხო რეალურად არ მქონია ესე რომ ვთქვათ რა ანუ პირდაპირ ესე რა უცნაურია იმიტომ რომ HR-ები ხო ერთ-ერთი მათი მთავარი ტასკი ეს არის რომ როდესაც ახალი მაქვს HR-თან ონბორდინგი იმისის რო არის ანუ შენ ჯერ შენით გაეკვიო და მე ჩვენ დაგიმატებთ თუ რამე დაგაკლდაო დაახლოებით ესეთი მთელი გამოწვევებით სავსე გზა გაქვს მოკლედ გასავლელი მაგრამ ეგეც კაია რაღაცა რომ თავიდან შენც რომ გაერკვევი და მე თუ რაღაცა დასამატებელი იქნება მე გაუშვება ეს თავისებურად გამოწვევაა რა ესე რომ ვთქვათ ჩემით გავიკაფო გზა არა თანამშრომლებთან ვისთანაც მქონდა ახლა შეხვედრები ან ყველას ვისთანაც ახლოს ვიმუშავებ ყველას შევხვდები თითქმის და ძალიან კეთილგანწყობილები არის ყველა ესე მუშაობს ონლაინ მოდი აქვე ვიტყვი რა მარტო მე კი არ ვარ ანუ მათ უკვე აქვთ ამის გამოცდილება და იციან რაღაცა როგორ შემოვიდნენ კომუნიკაციაში როგორ აგიხსნან და ეს ყველაფერი ძალიან კარგად და ძალიან კარგი team member-ები ყავს ბარემ დისტანციურ სამსახურზე საუბრობთ და მაგ ხას რო გავყვეთ აი ერთი ყველაზე დადებითი რაღაცა დისტანციური სამსახურის დისტანციურად მუშაობის და ერთი ყველაზე უარყოფითი რა გესახებ ამ წელს იმიტომ რომ ეს კი სრულად დისტანციურია მაგრამ წინა სამსახურში სრულად არ იყო მაგრამ რაღაცა დღეების სახში და გამოცდილება გაქვს კიდევაც თან კოვიდი ახსენე და შენი გადმოსახედიდან ანუ ცალსახად რაც არის დადებითი არის მოქნილობა, ესე რა ვთქვათ, ანუ მოქნილი გრაფიკი, ხა მე კი არ ვიძახი რომ რაღაცა 5-ზე დავიწყებ საღამოს მუშაობას და 12-ზე მოვჩები ან
არ და ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემი კომპანიები სადაც მიმუშავე და ახლაც ეგ მითხრეს სხვათა შორის პირდაპირ რომ მნიშვნელოვანი არისო ჩვენთვისო რომ რაღაცა დავალება შეასრულო და ჩააბარო ეს პროექტი იქნება თუ რაღაც არც არ აქვს აი რაღაცა რომ მივიწერები 5 წუთში რომ უპასუხო მაგას არ ველოდებითო პირდაპირ მითხრეს და ესეთი იყო ყოველთვის წინაზეც რა ანუ ეგ ძალიან სიამოვნებს რომ მე არ ვარ შეზღუდული რაღაცა ის 9-დან 6-მდე მოჭრილ სამსახურში არასდროს არ მიმუშავია რომ აი 9-ზე უნდა გამოცხადდე რაღაცა რა ბედნიერია და 6-ზე всё წავედი არა ეგრე არ მიმუშავია და ეგ ძალიან მომწონს ძალიან სასიამოვნოა ამიტომაც და ონლაინ მუშაობასაც აქვს ეგ დადებითი მხარეები მაგრამ უარყოფითი ძალიან უარყოფითი ვიტყვი მოდი ან ჩემთვის გულსატკედი ჩემია ჩემი ხო მე მიყვარს სოციალიზაცია და ადამიანებთან ურთიერთობა ესე და კომუნიკაბელურია ამიტომ აი ოფისში წასვლა ყოველთვის მაგიტომ მიყვარდა რომ რაღაცა მიდიხარ თუნდაც შენ ანუ განსაკუთრებით უბრალოდ იმ ადამიანებთან რომელთაც უშუალოდ ერთ პროექტზე ან გუნდში არ მუშაობ მაგთან რაღაცა იცნობ ადამიანებს იმიტომ რომ მე სხვა რაღაცებსაც გებულობ რა ხდება და ეგ მე ძალიან მიყვარს ვინმისთან სხვა პროექტებშიც ერთები ესე რომ ვთქვა რა და ბევრ რაღაცას ხო შენ ყველას თავისი ინტერესები აქვს ანუ შეიძლება არის სწავლობ ორგანიზაციას სწავლობ ძალიან კარგად და კულტურას იმ ვინმისთან ადამიანს რაზაკეთა აი რაზე ფიქრობს მეგობრებო ხედავთ ანუ ეს არის მისი მთავარი მოტივატორი ცხოვრებულებად ცხოვრება აი შეიძლება ერთი რჩევა მაქვს რაც შეგიძლია დაიწყო შემდეგი კომპანია ხა ძალიან კარგი შეხა ნამდვილად ხო ეს არის და მეორე ძალიან რთულია ზღვარი გქონდეს როდის მუშაობ და როდის არ მუშაობ აი ეგ არის ყველაზე რთული იმიტომ რომ შეიძლება რავი ანუ აი ღამის 12 საათზე ვიჯდე და ეხაც ნუ ეხა პირველი კვირაა და მაინც უფრო მეტად ვიყავი მობილიზებული მაგრამ ხო ის ზღვარი არ გაქვს რა 5-ზე ამთავრებ სამსახურს და აი გადავიდე ეხა კომპიუტერი ძალიან რთულია რომ დაიცვა ეგ მე მახსოვს ჩვენი სამსახური კოვიდის დროს ნუ დისტანციურად გადავედით და დასაწყისში უბედნიერესი ვიყავი იმიტომ რომ ნუ რაღაცა დავალებები მქონდა და მასე დიდად არ ნუ თუ ქოლები მქონდა მაშინ რასაკვირველია იმ დროს მე ჩართულიყავი მაგრამ მე თვითონ რომ ვაკონტროლებდი დროს და ეგ იყო ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება თუმცა იმაში მოყვები რომ აი ადამიანებთან ურთიერთობა დამაკრდა რა ნუ კოვიდის დროს კიდე სხვა პრობლემები იყო აი ძალიან რთულია მაგ რაღაცებთან შედარება მაგრამ ეგ კარგად მახსოვს რომ შეიძლება 10 საათზე ზუსტად არ დამეწყო სამსახური დამეწყო 11 საათზე, მაგრამ აი ეგ ასწორებდა რა ყველაზე მეტად, რომ დრო ჩემ ხელში იყო და იმაზე არ ვიყავი ორიენტირებული, რომ მოდი 6-მდე მოვჭი ამ ყველაფერს და მე გავეშვა ეგ. და მოდი ერთადებით ხარეს დავაბატებ კიდე, რომ გზაში დრო არ გეხარჯება. გზაში. რაც მგონია, რომ თანამედროვე სამყაროს ძალიან დიდი გამოწვევა არის, რომ გზაში ვხარჯავთ უამრავ დროს და ეხლა გზაში მეხარჯება 0 მეგობრებო. ეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფაქტორია. თან ეხლა ქალაქგარეთ ვცხოვრობ, ანუ როგორც გესმით, არ ვიცი ისმის თორე ჩიტების ჩიკ-ჩიკი, აგერ ზარების რეკვა და ასე შემდეგ, ძალიან სასიამოვნო გარემოში ვცხოვრობ და ეს მე რო ყოველდღე ოფისში მიწევდეს სერული გამორიცხულია, ვერ ვიცხო. ძალიან ანუ კარგად არის დაკავშირებული ქალაქთან, მაგრამ ძალიან რთული იქნებოდა რა. შენ კაი, ნუ შიგადაშიგ ჩამოდიხარ ხოლმე თბილისში და დაახლოებით იცი საცხოვრებელი. შენთვის მაგალითად, აი remote job-ი რომ ახსენდება დისტანციური სამსახური, აი სულ ეგ მიტივტივდება, რომ ვა რა მაგარია, იმიტომ რომ ახლა კი მანქანით აღარ დავდივარ, მაგრამ მეტროთიცაც რო დავდივარ, მეტროსაც მისი პრობლემები აქვს. განსაკუთრებით ზაფხულში. ცალკე ეპიზოდი შეგვიძლია ჩავწეროთ თბილისის საჯარო ტრანსპორტი და მისი გამოწვევა. კი, მაგრამ სხვა ლოკაციაზე რომ ვცხოვრობდი რამდენიმე წლის წინ, დიდი დიღომში ვცხოვრობდი და დიდი დიღმიდან, დიდი დიღმის ხალხს ბოდიში, აქედანვე, მაგრამ გამოვიქეცი იქედან ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი ეგ იყო, რომ დიდი დიღმიდან რუსთაველამდე საშუალოდ საათი და 15 საათი და 20 წუთი მჭირდება ერთი გზა. მინიმუმ 2 საათი საცობში ვხარჯავდი დროს და ეს იმდენად რაღაცა ძალიან დისკომფორტი იყო ჩემთვის, რომ მაგაში სრულად მოყვები, რომ ძალიან დიდი პლუსია აქ მუშაობი. იმას რა ქვია, remote job-ის.
ცოტა ბოლოსკენ რო ბლიც კითხვები მაქვს შენთვის მომზადებული და სამუშაოდ ბლიც კითხვებზე გადავალთ. კულტურული განსხვავება რა არის ქართულ კომპანიასა და ესე უცხოურ კომპანიას შორის? რამე ისეთი არის, რომ რაღაცა შეჯახები ხარ და ერთ რაღაცას დავამატებ, მე ჩეხეთში როდესაც ცხოვრობდი და მუშაობდი, კულტურული განსხვავება იყო ის, რომ სამსახურს ვიწყებდით შვიცაზე და ჩვენთვის შვიცაც რა ვიცი, რომელი სამსახური იღება ესე ოფიციალურად რა. ხო, ეგ საქართველოში მეც უკვე ძალიან მიჭირს. აი რო ჩამოვდივარ. ვიტანჯები, იმიტომ რომ ყველაფერი რო იწყებს მუშაობას 10 წელი. რანაირად რა არის ძალიან მაგარი. აი რანაირად ცხოვრობ. მაგალითად აქ მე მუშაობას ვიწყებდი ძველ სამსახურზე რო გადავიდე, სადაც ონლაინ მუშაობ. ვიწყებდი 9-ზე დაახლოებით. 9 ადრია. ხო და გეტყვი იყო, მაგალითად ფოსტა, ბანკი, რაღაცა სახელმწიფო დაწესებულებები ყველაფერი იღება 8-ზე 8:30-ზე. და რაღაცის გაკეთება რომ მინდოდა, ანუ სამსახურში წასვლამდე ვასწრებდი ყველაფერს. ანუ დრო არის ისე გადანაწილებული სხვადასხვა დაწესებულებებზე, რომ შენ რო ანუ მაგალითად რავი 7-ზე რო დაამთავრე სამსახური. რას აკეთებ? მე ვერაფერს ვერ აკეთებ, ექიმთან ჩაწერა გინდა ბანკში მისვლა გინდა რაღაცა იუსტიციის. ყველაფერი მუშაობს 7-8 საათიდან აქვს. ანუ ყველაფერი. მე ხო მუშაობდი უნივერსიტეტში, სადაც შესაბამისად ანუ სერვისი არ ვიყავი მორგებული, ანუ სერვისი არავისთან კომუნიკაცია არ მჭირდებოდა, ესე პირდაპირ ადამიანებს, ამიტომ ვიწყებდი 9-ზე. მაგრამ დანარჩენი უმეტესობა იწყებს 8:30-დან დაახლოებით. ანუ რაც მაგნარი ევროპა და არაფერი. ავარა ძალიან კოდრო, ცოტახანი ადაპტირება გჭირდება, მაგრამ იმიტომ რომ საქართველოში აი ძალიან ვიტანჯები, ბიჭო, რო ვიღვიძებ 7 საათზე. აი რავი 3 საათი იკარგება რა. იცი რა მეინტერესებს, აი კომუნიკაციის თვალსაზრისით არ დაკბინოს მე აი ეგ მაკლია. მე არ დავაბრალო რა. ზიკის კბენა მაკლია კიდე. აი კულტურულ განსხვავებებზე რო წავიდეთ რა, ეგეც მეინტერესებს რომ დრო გავიგეთ და რამე ისეთი არის რომ რაც შეიძლება რა ის საქართველოში ამას რომ მოაკვარახჭინებ, მაგი რაღაცა. იცი რა არის? აი ეგ მოაკვარახჭინება. მგონია რომ ყველგან არის რაღაც დონეზე რა. ქართულ ჯიგრულ პონჩი, მაგრამ ქართულ ჯიგრულ პონჩი არ ხდება მეკუთრება. კი, ანუ ცოტა დროის მერე რო ადაპტირდები და კარგად რო ერგები ადამიანებს, ეგ ჯიგრულ პონჩი მუშაობა უმეტეს ადგილებში, ოღონდ რა თქმა უნდა გააჩნია ამ შემთხვევაში ადამიანებს და არა ბოლომდე კულტურას. ჟეში საქართველოშიც მასეა. ხო, აი რავი, რაღაცა კარგად რო ხარ ადამიანი და ეხლა რავი, ანუ ჩემ გამო დედლაინი გაახალმძლივე და მე ესე შეიძლება პირდაპირ არა ეგეთები წოს რა კეთე ანუ უფრო გააჩნია ადამიანს და ორგანიზაციულ კულტურას. გეთახმების ლანჩს ერთად გადიოდით წინა სამსახურში. ხანდახან კი, ანუ ზოგი მარტო იშვიათად ვჭამდი ლანჩს ძალიან რა, ამ ჯერ ესეთი მარტო ჭამა არ მიყვარს. და მეორეც ხანდახან კი. და სხვადასხვა ადამიანებთან ერთად რა. შენ შემოგევლე. It's okay. არა მოჭრას ეს და შავსად ანუ ხო, რანაირი ხარ? მე რა თუ სეში შეშება. კაი. კომენტარს არ გავა. ერთი კიდევ ვინმე ადამიანი გინდა რომ ეხა აქედან შემოვიდეს და შენთან სახლში მოვიდეს ზოგი კაკულეს. აუ, ხო გამოაცხადე ხან ხო მარე. სახს უყიდით აქ გვერდით რა. ჩვენ რო წილში. მეგობრებო, ეს სახი იყიდა რა. შემოთავაზებისთვის შეგიძლიათ დაბიკავშირდეთ, თუ მოგწონთ ეს გარემო. და მე წილში ხარ? თუ რაღაც. ჩამჯდები. კაი, გადავიდეთ მაშინ ბლიც კითხვებზე რა, ძალიან მოკლე პასუხებზე, საკვებზე მინის მოშივდა უკვე და დამთავრება უნდა მალე. წერა ლანჩს ხო კითხე ბოლოს რომ ლანჩზე გადიხარ შეიძლება. ახლა წარმოიდგინე რომ შენ ახალ კომუნიტისთან, ახალ თანამშრომლებთან, შენი კულტურის და შენი თავის გაცნობა რომ გჭირდებოდეს ერთი კერძით რა. მიგზენი ბადრიჯანი. რომ რომელიც საქართველოსთან თავსახად შემდეგი კითხვა. ძალიან გიყვარს ხო? მე არ მიყვარს, ყველას უყვარს აქ მიგზენი ბადრიჯანი მაქვს გაკეთებული ალბათ 500 ჯერ. ხაჭაპურზე მეტა? კი, ყველა ჯერზე მაქვს გაკეთებული მიგზენი ბადრიჯანი, იმიტომ რომ აი გიждებიან ხაჭაპურიც ძალიან უყვარს და ძალიან გემრიელის, ანუ უკვე ეგეც კარგად გაგმდის, იმიტომ რომ აი მართლა ხალხი მაინდენ ჯერ მაგ გაკეთებს. მაგრამ მიგზენი ბადრიჯანი არის ტოპ. და რა არის უცნაური? იდეაში ფიცი არ გამოვეს ყველაფერი, მაგრამ მართლა მე ინტერესებს. რა არის უცნაური? ბადრიჯანი ხო ისედაც აქვთ
ნიგოზი ხო ასუნელების ამბავი შეიძლება. ნიგზიანი ეს paste, რასაც ანუ აი შიგნით რაც ეს არეული არის, ეგ არის ძალიან უცხო გემო, ბროწეული რო ფეთქდება შიგნით, აი გემოებს რო რაღაცა აფეთქებს ეგ საერთოდ ცალკე აი მე ძალიან მიყვარს ნიგზიანი ბადრიჯანი, მიხვდებათ ალბათ როგორი სიყვარული. მაგრამ ძალიან ანუ სხვათა შორის ჩემი საყვარელი კერძი არის ჩაკაფური. და მეგონა რომ ეს ჩაკაფული რაღაცა ისე გააგიჟებდათ და გადარევდათ და ამ ზამთარს გავასინჯე, აქ ჩამოვიტანე ყველაფერი და რაღაცა ისე არ აქვს თქო, ყემალმა არ წაიღო კარგად. ამათ ყემალის ხوارიც. ყემალიც ჩემთან აქვს გასინჯული. მე ხა მეგობრებზე და თანამშრომლებზე ვსაუბრობ აქაც რა. ხო, ყემალიც მოწონთ, მაგრამ აი გეუბნები ნიგზიანი ბადრიჯანი არის, აი რავი, რამდენჯერ მაქვს გაგზავნილი ნიგზიანი ბადრიჯნის რეცეპტი, დაჟე რაღაცა ერთი მეგობარი მყავს, რომელსაც სუნელებს ვუმზადებ ხოლმე ნიგზიანი ბადრიჯნისას და ვატან ხოლმე რა, აღარ ცხოვრობს აქ, რო ვნახულობ, გამზადებული მაქვს მისთვის ეს შერეული უკვე და ვატან ხოლმე ამ ნიგზიანი ბადრიჯნის სუნელს. ხო, ამასაც მომწერა სადღაც დამრჩაო და ეხა უნდა ვხდა და გავუმზადო. ჩვენთვის ალბათ ძალიან ისა რუტინა არა ნიგზიანი ბადრიჯანი, თან მე იმიდან ვარ სამტრედიიდან, იმერეთიდან და ჩვენთან ძალიან ხშირად კეთდება ნიგზიანი ბადრიჯანი და ახლა შენ რანაირად აღფრთოვანებითაც საუბრობ. მიყვარს ძალიან, მაგრამ ესე უცხოელისთვის ცოტა. ხო, ანუ აი ფხალეული ყველაფერი მაქვს ალბათ გაკეთებული, რავი, ანუ აღარ ჩამოვყრია. პრასი მე ჩემთვის პრასი არის ფეივორიტი. ჭადი ყველი. ძალიან მიყვარს პრასი. ისპანახიც ძალიან მიყვარს პრასი, ეკალაც ძალიან მიყვარს ფაქტორის. ეკალა. და ხო, მაგრამ მაინც ანუ აი ეს გოგრის ფხალიც მაქვს გაკეთებული ფაქტორის ძალიან მიყვარს. გოგრის ფხალი, კომბოსტოს. მოგეთ ანუ აი რავი, ბევრნაირი, მაგრამ არა, ნიგზიანი. იმიტომ რომ ბადრიჯანი თვითონ რაღაცნაირად ძალიან ისეთი საინტერესო გემო არის და თვითონაც ძალიან ისეთი flavorful არის რა. ანუ აი ბევრი გემო მოაქვს და ეს ბროწეული მერე და რაღაცა ეს ნიორი და აფეთქებები მოკლედ ძალიან კარგად მიდის. კაი, მურჩეთ ჭამაზე. ეს ბლიცკიდლიცე არ გამოვიდა, რავი, ანუ მურჩეთ ჭამაზე საუბარს და ისე დისტანციურ სამსახურზე რომ Zoom-ით ან Teams-ით რითაც ჩართვა გაქვს ხოლმე, ყველაზე უცნაური ადგილი რა არის, საიდანაც ჩართულ ხარ კოლებზე. აი ისეთი რომ გიფიქრია რომ ახლა ისინი რომ ხედავდნენ რას იფიქრებენ ჩემზე. ანუ უცნაური ადგილი არა, თუ მანდეთ მიდიხარ პალეტიდან არ ჩავრთულვარ არასდროს, მართლა არ ჩავრთულვარ. ერთადერთი რაღაცა ძალიან ისე ჩავრთულვარ რა, ანუ არა მოწესრიგებულ მდგომარეობაში და მაგაზე მიფიქრე რომ ანუ ვუყურებ განსაკუთრებით ტელეფონის თუ ერთად ხოლმე რომ ვაიმე ხარ ჩამერთოს და ამ ტელეფონში ზუმი ცოტა უცნაურია არ მიყვარს ტელეფონი. ვაიმე ოღონდ ხარ და ვამოწმებ გიჟივით რომ ან საჭმელს რომ ვაკეთებ და გადაწყვეტს ესე და ხმები რო არის რაღაცას რომ თქვებ. აი მაგას მიფიქრია. მე მახსოვს ერთხელ მაშინ შვებულებაში კი ვიყავი, მაგრამ რაღაც ძალიან მასტიკოლი იყო, რაზეც უბრალოდ მსმენელის როლში უნდა ვყოფილიყავი და აი ეგ სირცხვილი არაზროს დამავიწყდა სანაპიროზე ვარ და შევდივარ რა და თავიდან ის სეტინგებიდან დამავიწყდა გამორთვა რომ კამერით და იმით მიკროფონით არ შეხვედე და მე რაღაცა წამოწოლი მდგომარეობაში ვარ და ჩაიგდა კამერა თავისი ხმით და რას დავაჭირე ძალიან ხერხულ მდგომარეობაში მაგრამ იცი რა არის მე თვითონ მე რაზე მიფიქრია იცი ეგეთ დროს რომ მე თვითონ არ ვარ ძალიან ანუ არ განსჯი ადამიანს, ანუ ძალიან ბევრს ქონია ეგეთ შემთხვევა და რავი, მგონია რომ ძალიან ნორმალური ამბავია. ეხლა ყველა შეხვედრაზე თუ ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკომისიაში ვინმეს თუ არ ხვდები. ანუ არაუშავს ადამიანები ვარს და რავი, ეხლა სახლიდან რომ მუშაობ 24 საათი ისე გამოწყებილი ვერ იქნები რა. კაი, ბლიცი დიდეთ ვერ გამოგვივიდა, ამიტომ ბოლო კითხვას დაგისვამ, მაშინ ამ ეტაპისთვის დღევანდელი. მე მოკლედ გიპასუხებ და ვნახოთ შენ განავწობ თუ არა. დღევანდელი დღისთვის, იმიტომ რომ მე მაგალითად როდესაც ტრენინგებს ვატარებ, ძალიან დიდი დისკომფორტია, ვინმე თუ მიყურებს ახლა რაღაცა დაისწრება ჩემს ტრენინგს, ძალიან დიდი დისკომფორტია, როდესაც ვსაუბრობ და ხალხს კამერები აქვს გამოჩიშული რა და ხან რა მიზეზებს იგონებენ, ხან რა მიზეზებს. შენ შემთხვევაში როგორ არის ხოლმე კამერას თავ თუ იძახი უბრალოდ რაღაცა ტექნიკური პრობლემები მაქვს და ხალხო კამერა თუ რამე როლი მაქვს მნიშვნელოვანი იმ შეხვედრაზე კამერა ყოველთვის ჩართული მაქვს ანუ თუნდაც აი რავი ახლა 150 კაციან შეხვედრაზე თუ ყოფილვარ ეგეთ ვებინარზე საერთოდ ვერ თავ კამერას მაგრამ მოგეთ კამერას ყოველთვის ვთავ იმიტომ რომ რაც შენ თქვი ანუ ძალიან და სტუდენტებთან მქონია ხოლმე აი Zoom-ში როცა მაქვს ხოლმე ლექციებს ლექტორის ხართ რომ
ანუ მგონია რომ შავ ეკრანს ველაპარაკები და ძალიან ცუდი, აი საკუთარ თავს ველაპარაკე. ძალიან ცუდი შექმნა. რა ბლიცი. ხო და ეგ მაგის გამო ძალიან ემპათიურად ვარ განწყობილი იმ ადამიანს, შენ ხა 150-ია და მაგრამ აი 20-იც რო არის და 30-იც. პატარა შეხვედრებზე აბსოლუტურად ყოველთვის აი ყოველთვის თავ შევებას კამერას, იმიტომ რომ ძალიან აი რავი, როგორი ვარიანტია, იცი შეხვედრაზე რომ იჯდე და თავი ჩაღუნული გქონდეს და ტელეფონში იყო ჩახედული. ძალიან დისკომფორტია. კაი, დავამთავროთ, მაშინ ძალიან სასიამოვნო იყო შენთან საუბარი, თან საოცარ ხედზე, საოცარ გარემოში. მომეწონა მოკლედ ეს პროცესი და მადლობა გულწრფელი პასუხებისთვის და მე ძალიან ვისიამოვნე და რავი შევეცადე მიდი მე ძალიან გრძელიად გამოვიდა იმიტომ თავიდან მიზანი იყო რომ რაღაც პატარა ცოტა ხნიანი ყოფილიყო რა მაგრამ ძალიან საინტერესო თემა არის ესე ვფიქრობ და ბევრისთვის იმიტომ რომ ჩემ გარშემო ძალიან ბევრი არის სხვათა შორის ვინც საქართველოსთან გარეთ ეძებს სამსახურს მით უმეტეს remote-ს ანუ online სამსახურს ხო შეგიძლიათ რავი თუ მექნება დრო LinkedIn-ზე მომწეროთ კითხოთ რაღაც არჩევები და ძირითადად ბედნიერი ვარ ხოლმე უპასუხო თუ რაღაც ადეკვატურობის ფარგლებში არა ხო არა learning-ზე რა ვისაუბრეთ ხო გახსოვს მართლა ამბობს მაგას ძალიან უხარია ეს არა მე არ მომწეროთ ნატას მწერეთ ხოლმე სხვადასხვა რაღაცებს თუ რამით შემიძლია დაგეკითხო შენი ჩაარტყი კარგი იყო და კარგი დღე კარგი საღამო უკვე კვირას კარგი საღამო და მომავალ შეხვედრამდე დიდი ალბათობით შემდეგი ეპიზოდებიც ქვეყანა უნგრეთიდან გვექნება ჩართია აბა ჩაო კარგად